ავსტრალიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის ხელმძღვანელობით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ცენტრისტულ მემარცხენე ძალამ არა მხოლოდ შეინარჩუნა ძალაუფლება, არამედ უფრო მეტი მანდატი მოიპოვა ქვედა პალატაში. ეს კი იშვიათი მოვლენაა ავსტრალიური პოლიტიკის ისტორიაში. ენტონი ალბანეზი, რომელიც მეორე ვადით რჩება ქვეყნის პრემიერად, უკვე დაუბრუნდა დედაქალაქ კანბერას, სადაც კოლეგებთან ერთად განიხილავს ახალი კაბინეტის შემადგენლობას. ოფიციალური შედეგების დათვლა კვლავ მიმდინარეობს, თუმცა პარტიას უკვე გარანტირებული აქვს მინიმუმ 85 მანდატი 150 წევრიან წარმომადგენლობით პალატაში, რაც საკმარისია უმრავლესობის შესანარჩუნებლად. გაძლიერებული მანდატით ალბანეზი აქტიურად ჩაერთო საერთაშორისო დიპლომატიაში. ბოლო დღეებში მას არაერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა მსოფლიოს ლიდერებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებთან. Particularly because here, as you know, crime is such a big issue. This morning and yesterday I've spoken with a number of leaders. დღეს დილით და გუშინ არაერთ მსოფლიო ლიდერს დავუკავშირდი. ვესაუბრე პაპუა ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრს, ინდონეზიის პრეზიდენტს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, კანადის პრემიერ-მინისტრ მაკ კარნის, რომელმაც დამპატიჟა ივნისში კანადაში დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტზე და მე ეს მოწვევა მივიღე. ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. დღის მეორე ნახევარში დაგეგმილი მაქვს შეხვედრები ან სატელეფონო საუბრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან. ძალიან თბილი და პოზიტიური საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მადლობა მინდა გადაუხადო მას გულწრფელი მოლოცვისთვის. ვიმსჯელეთ აუკუნსზე, ტარიფებზე და შევთანხმდით, რომ მომავალში პირისპირ კომუნიკაციასაც გავაგრძელებთ. ეს იყო მართლაც თბილი დიალოგი. მადლობას ვუხდი მას პოზიტიური გზავნილისთვის. And I thank him for his very warm message of congratulations. ენტონი ალბანეზის თქმით, მისი მთავრობა ახალ ვადაში იმუშავებს ეკონომიკურ სტაბილურობაზე, კლიმატის პოლიტიკის გაძლიერებასა და საგარეო ურთიერთობების განმტკიცებაზე. ლეიბორისტული პარტიისთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვან ძალას ნიშნავს რეფორმების გაგრძელების გზაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვითარება მუდმივად იცვლება.